ჯორჯ სოროსი, ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რომლის სახელისა და გვარის ხსენებისას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში შემდეგ შეფასებებს მოისმენთ. ცოცხალი ბოროტება, ფინანსური მანიპულატორი, გლობალური ტერორისტი, კაცობრიობის მტერი. ცხადია, ერთ გადაცემაში მისი მოღვაწეობის სრულად განხილვა შეუძლებელია, თუმცა ვეცდები მოკლედ მოგიყვეთ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში სოროსის ნეგატიური გავლენის შესახებ. სოროსი მის მიერ განხორციელებული ფინანსური ინტერვენციებით წლებია გლობალურად ერება არაერთი ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებში. პირველად ჯორჯ სოროსის ფონდი ღია საზოგადოება საქართველოში 1994 წელს გამოჩნდა. 2003 წელს კი ფინანსურად და იდეოლოგიურად ჩაერთო ვარდების რევოლუციის ორგანიზებაში. მქონი გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ 2003 წლის მსგავსად დღემდე საქართველოში განვითარებული რევოლუციური მცდელობების უკან USAID-თან და სხვა ფონდებთან ერთად სწორედ ჯორჯ სოროსი დგას. არც ის გაგიკვირდეთ, რომ მაშინაც და დღესაც აქტორებიც უცვლელია და მეთოდებიც ანალოგიური. 2003 წელს სოროსი აქტიურად აფინანსებდა არასამთავრობო ორგანიზაცია ISPEDS. დიახ, არ მოგესმათ, ეს ის ორგანიზაცია, რომელმაც 2020 წელს არჩევნების პარალელური ხმის დათვლის შედეგები გააყალბა, რასაც შემდგომ დესტაბილიზაცია და პოლიტიკური კრიზისიც მოჰყვა. ორგანიზაციამ არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა. ამით არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და ქვეყანაში რევოლუციის წინაპირობა შექმნა. სამართლიანი არჩევნები კი პარალელური დათვლის შედეგებს ისევ მალავს. ეს პირველი პრეცედენტია, მანამდე იყო გაყალბებული მონაცემები, რამაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ მმართველი გუნდის შეფასებით მაშინდელ ოპოზიციას ვითარების ხელოვნურად დაძაბვის კარგი საბაბი მისცა. 2003 წელს ქუჩის საპროტესტო გამოსვლებსაც ISPEDS მიერ 2 ნოემბერს გამოქვეყნებულმა წინასწარმა ანგარიშმა დაუდო სათავე. ქუჩის პროცესებში კი ახალგაზრდა აქტივისტებით, ახალგაზრდა სოროსელებით დაკომპლექტებული ორგანიზაცია კამარა ჩაერთო და შეიძლება ითქვას ვარდების რევოლუციაში საკვანძო როლით შეასრულა. კამარას აქტივიზმს იდეოლოგიურად თავისუფლების ინსტიტუტი უზრუნველყოფდა, რომლის მთავარი დონორიც სოროსის ფონდი გახლდათ. კონკრეტული კითხვა რო დაიშოს საერთოდ გაუქმდეს ეს კონკრეტული. ზოგადად შეგვიძლია თქვა, რომ არის ხალხი, ვისაც აღელვებს დემოკრატიის ბედი და გვეხმარება და კონკრეტულად ვინ გვეხმარება, როდესაც დემოკრატია გაიმარჯვებს, იმის მერე გამოაცხადებთ კიდევაც დღეს არ გვინდა იმ ხალხს დამატებითი უსაფრთხოებით ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. კამარას ანალოგებს ბოლო წლებში განვითარებულ პროცესებშიც უხვად ხვდებით. ფრანკლინის კლუბი, სირცხვილია, დაფიონი და ასე შემდეგ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რევოლუციიდან მალევე კამარას ახალგაზრდა აქტივისტებმა და თავისუფალი ინსტიტუტის ჯგუფის წევრებმა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის პირობებში მაღალი თანამდებობები დაიკავეს და სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენებით არაერთი დანაშაულიც ჩაიდინეს. ჩვენ ვატავთ! რაც მეტი დაგინდა. ჩუჩუმე, ვატავთ! გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ბაჩო ახალაია, დავით კეზერაშვილი, კახალომაია, თინა ხიდაშელი, გიგი თევზაძე, ლევან ბერძენიშვილი, გიორგი კანდელაკი. სოროსის გამოზრდილთა სია ძალიან ვრცელია და ამ ფართოქსელის წარმომადგენლები დღესაც არიან პარტიებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, მედია საშუალებებში. სოროსის კადრები ღრმად ჩაინერგა განათლების სისტემაში, რის უმძიმეს შედეგებსაც დღესაც ვიმკით. საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო უცხოური გავლენის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი დღემდე სწორედ ჯორჯ სოროსის ფონდია, რომელიც Deep State-ის გლობალისტურ ლიბერალურ ამოცანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს. ის აფინანსებს მედია საშუალებებს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო აქტივისტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რელიგიურ ორგანიზაციებს. ამ მძლავრ ინფრასტრუქტურას კი ეროვნული სახელმწიფოების დასუსტებისა და მათი დამოუკიდებლობის ხელყოფისთვის იყენებს.
სოროსის ფონდ საქართველოში უკვე 17 წელია ერთი ადამიანი სოროსით დაუფარავად აღფრთოვანებული ქეთემან ხუციშვილი ხელმძღვანელობს. მე მართალი გითხრათ, მაინც მიკუსხობენ ხანდახან რატომ მოხდა ამდენი რამის კონცენტრირება უშუალოდ ჯორჯ სოროსზე. კაცზე, რომელსაც მართლა რაღაცა დადებითი ცვლილებების ხელშეწყობა უნდა მსოფლიოში. სწორედ ის ანაწილებს აგენტურულ ქსელზე ყოველწლიურად მილიონობით დოლარს, რაც ანტიქართულ, ანტიქრისტიანულ და ანტისახელმწიფოებრივ აქტივობებს ხმარდება. სოროსი მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. მისი ფული და ინტერესები ევროპის ქვეყნებს წლებია დიდ ზიანს აყენებს. ევროპის არაერთი ქვეყნის მმართველმა საჯაროდ დაადანაშაულა მიგრანტების უკონტროლო შედინების ხელშეწყობაში, რაც ერების იდენტობის მოშლას იწვევს და მათ მართვას Deep State-ს ბევრად უადვილებს. სოროსი ასევე აფინანსებს ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეების ორივე ნაწილს, რათა უკეთ შეძლოს სადავეების ხელში აღება და შექმნილ ქაოსში მარტივად მიაღწიოს დასახულ მიზნებს. სოროსის როლი იკვეთება LGBT პროპაგანდაშიც. ის მსოფლიოს მასშტაბით აფინანსებს ეგრეთ წოდებულ მარშებს და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც LGBT იდეოლოგიის გაბატონებას ემსახურებიან. სოროსი ასევე აფინანსებს ლოს-ანჯელესის ცენტრსაც, რომელიც 5-დან 18 წლამდე ბავშვებს გენდერის არჩევის სრულ თავისუფლებას აძლევს და სქესის შეცვლის ლეგალიზებას ხელს უწყობს. წელს ვიქტორ ორბანმა ჯორჯ სოროსის უნგრეთიდან განდევნის კამპანია წამოიწყო. დახურა მის მიერ შექმნილი უნივერსიტეტი. მისივე ინიციატივით ქვეყანაში აიკრძალა ღია საზოგადოების ფონდის საქმიანობაც. მე ჯორჯ სოროსს ძალიან კარგად ვიცნობ. ის ჩემი ოპონენტია და შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ მას არ სწამს არაფერი იმის, რისაც ჩვენ გვწამს. მისი ერთგული არმია მზადაა ყველაფერი გააკეთოს მისთვის. გულისხმობ დიდ ფინანსურ კაპიტალს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს, კვლევით ორგანიზაციებსა და ბრიუსელის ნახევარ ბიუროკრატიას. სოროსი ამ არმიას იყენებს, რათა მისი ნება თავს მოახვიოს საკუთარ ოპონენტებს. სწორედ ასე მოქმედებდა ის უნგრეთშიც ჩვენს წინააღმდეგ. ორბანის თქმით, დონალდ ტრამპის მოსვლამ ამერიკას სოროსისგან გაათავისუფლა, თუმცა მას ახლა გეზი ბრიუსელისკენ აქვს აღებული. იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯა მელონის განცხადებით, სოროსი უხეშად ერევა სხვა ქვეყნების შიდა და პოლიტიკურ საქმიანობებში, რასაც ფილანტროპიის სახელით ურცხვად ამართლებენ. პრობლემა არის და იქნება ის, როცა მდიდარი ხალხი იყენებს საკუთარ რესურსებს, რათა დააფინანსონ პარტიები, ასოციაციები, პოლიტიკოსები და ამით პოლიტიკური გავლენა მოახდინონ სახელმწიფოებზე. მაგალითად ამას აკეთებს ჯორჯ სოროსი. მიმაჩნია, რომ ეს საშიშია, როცა ერების სხვა სახელმწიფოების საქმეებში, მათ სუვერენიტეტში. ყველა ფაქტისა და ნათლად გამოხატული ბოროტების მიუხედავად, უზარმაზარი დაფინანსების ფონზე არაერთ ქვეყანას ჯერ კიდევ უჭირს თვალი გაუსწოროს იმ საფრთხეებს, რაც ჯორჯ სოროსის საქმიანობას მოაქვს. მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მიმდინარეობს USAID-ის, NED-ის და სხვა მსგავსი სააგენტოების გაუქმების პროცესი, აუცილებელია Deep State-ის კიდევ ერთი სარეველას ფესვიანად განადგურება და საქართველოში სოროსის ფონდის მუშაობის სამუდამოდ აკრძალვა.